სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა კარგი მამა კარგი ნიკა გაიყვინწე რა მოხდა ნიკა არი ნერვიულა ხარ ბებო აღარ არის მოძებნით კაცო დაბლაიგდება იქ ნიკა მამა ჩემა დარეკა ხა რაო ახალი ცოლი მოყავს რა ცოლი ნიკა აბა გონს მოიგო და დაგვიტოვა ქონება როგორც ნიკა ბებია ჩემი თინა გარდაიცვალა მოიჭრას ეგ ცოცხალი ხო აუ კაი რა ნიკა რა არ მეღადავება ეხა მამა ჩემი მოვა და უნდა წავიდეთ სოფელში ადექი მიდი დროზე კაცო რა გაგვინდა საწყალი ბებია შენ თუ აღარ არის ვიღასთან ჩავიდეთ სოფელში რა ნიკა რებს ამბობ კაი რა 1-5 დღე დავაცადოთ კაცო ამას წინათ არ გახსოვს თავი რომ მოიმკვდარუნა აინტერესებდა როგორ მიტირებენ შვილიშვილები იქნება ეგრე შვება ეხლა არა ნიკა ახლა მართლა გარდაიცვალა ადექი უიმე დედა რას არ მოიგონებთ კაცო რომ არ დამაძინოთ რა ვაიმე კიდე ერთ სისულელე სიტყვი და ბებია ჩემთან ერთად გადაგიხდით პანაშვიც როგორ ჩამწყვიტა გული დედა მაგავაკეთო მითხარი დამავალეთ რაც გინდათ რა გააკეთო და ადექი ადამიანო ადექი ყველაფერი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე კაცო გეუბნები მე შენ ყველაფერი უმაღლეს დონეზე რომ უნდა იყოს არაფერი არ უნდა გააკეთო შენ ადექი ეხა ნიკა ადექი კარგი რა რამდენი წლის იყო აი იყო 93-ის დამატებით დროში მომკვდარა კაცო რაზეც რა არაფერი კაცო დგები და ადექი ხო მამას ველაპარაკე ცოტა ხნის წინ აუ გეხვეწები ბებოს არ უთხრა რა ხო იცი როგორია დაიწყებს კაიფს მე ეგრევე და მაგის ნერვები არ მაქვს ახლა მე ხო კაი ნიკა სკაიპი გირეკავს ხო მშვიდობაანი და დედა შენია ხო რა ვიცი მშვიდობა იქნება ალბათ მოსამძიმრება უნდა რა სამძიმარი კაცო ვერ გავიგე ეგ 64-ში მუშაობს თუ საბერძნეთში დააჭირი ერთი ჩამით უჩა ხო დედა როგორ ხარ შვილო ვაიმე რთული ვითარებაა დედა აი რატომ დედა ხო მშვიდობაა დედა დილიდან დაშვებულია დროშები სახელმწიფო შენობებზე შენ არაფერი გაგიგია ხასერცი არა ტელევიზორი არ ჩამისდავს აღარ მეტყვი ნიკა რა ხდება დედა რა ვქნა ძიმესათქმელია მაგრამ უნდა გითხრა დედა რა მოხდა ნიკა ასეთი ხომ ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები ხარ ამას თუ სიცოცხლე ჰქვია ამოღერხე ნიკა ამოღერხე რა ხდება კარგი ლიკას ბებია გარდაიცვალა ой რას ამბობ თინა აღარ აყვავს რატომ დედა უჩიოდა რამეს ხო აი გადარეულები ვართ ამ 93 წლის ხასაცე უცებ რა დაემართა რას ამბობ ძალიან მეწყინა რა კარგი ადამიანი იყო დედა ძალიან ხო წარსულში ნუ ლაპარაკობ ახლა ლიკას ბებიაზე ნუ ლაპარაკობ წარსულში ის ჩვენ გულებში ყოველთვის ცოცხალი იქნება ნასვამი ხარ ნიკა არა უნამუსო ისე განვიცადე ბებია ჩემის გარდაცვალებაზე არ მინერვიულია ასე დედა შენ რატომ ინერვიულებდი შვილო ერთი შენ დაბადებამდე გარდაიცვალა მეორე მამა შენიც ვერ მოესწრო ხო ისე ვარ მოკლედ დაბნეული წყალი უნდა შევისხარ რას ვლაპარაკობ მე თვითონაც არ ვიცი დედა კაი დედა მიდი ახლა ლიკასთან და ჩემს მაგივრად მივსვი
აუცილებლად შენ მაგ მოხუცს მიხედე. იმიტომ რომ რა ვიცი მაინც გასამება იცი კაცო რაღაც უბედურება არ შეგვიტყვას. ვაი. აი თელი ღამე ისე ცუდად ვიყავი. აი კუჭიც კი მიგზნობდა რომ რაღაც მეწყინებოდა. შენ ცუდად წახვიდე სოფელში ვერ გავიგე. უნდა წავიდე აბა რა ვქნა. რა უნდა ქნა და თარჩი. იცი ბიჭო რა მარცხნივით კოკოები გველოდები რა. არ მევასება ეს მარცხი და რა ვქნა. არა მევასება. ნესვი? ხო, ვიცი რომ ნესვით კოკოები არ ვარ გადა რა გავაკეთე. ბიჭო რა გააკეთე და დარჩენ. ალიონას უნდა შევხვდე და მეტყვი რომ ლუბად წამოიყვანეთქო. გაიგე შენ რომ კაცი ვარ მგლოვიარი რატოს გოგოებია. ბიჭო მე შენ ადეკი და შავი პრეზერვატივი იყიდე ხო შეიძლება. ჩუმად ბიჭო ჩუმად. ხო რა იყო რა არ გახსოვს ჩემი სინედრის ბოლო პანაშვილი. გაჩერდი რა ხო იცი რომ კაცი ვარ ტრაუმში. ეს ბიჭო მე ერთად ვიტრაუმოთ. შენ რაც ბედები ცოტა უფრო იბერე. შენ ახლა წამოსვლა თუ არ გინდა კითხვი რაც. შენ ვერ გავიგე რა ის იყო ბებია შენის გასვენებაში რო იგლავ შენ თავს. ბიჭო, ბებია ჩემი 15 წლის წინ მოკდა, ის რანაირად უნდა ყოფილიყო გამაგებინე. ბიჭო, დარჩი რა, რო გთხოვ, დარჩი რა. ბიჭო, რანაირი არ წარმომედგინა ეშმაკი, მაგრამ თუ იქნებოდა სქელი და მელოდი, მაგას ნახდათ ვერ წარმომედგინა. ეს ვინა რა, ჩვენ ვერ გავიგე, აი რომ მიდიხარ. შენი სიმამრე გასვენებაში მაინც ადაგალევინებს. და ირბინე ახლა იქ ლიმონათი და იმით რა ქვია, მკითხეთ. მაგას არ ჯობია ბომბონერით და შოკოლადით იარო სასტუმროში. თან სასტუმროს ფულს მე ვკისრულობ, მეტი რა გითხრა. სახში რა ვთქვა. რა თქვი და ქალი მომინდა თქო. მაგას ვერ გვიტყვი. რამე მოიფიქრე კაცო. ამტეხე ხლა რა. ვაკტეხე ხო ლუბა ვარ მე ბიჭო. მე კი არ აკტეხე და შეგახსენე რომ ატეხილი ხარ. რა მოვიფიქრო ა? რა ვიცი რაღაცა მოვიფიქროთ კაცო, რა ვიცი. აი ნერვიულობ მეთქი გეუბნები რა. კაცო, სად არის ლიკა სახლის გასაღები ხო არ ვიცი. მაცივარშია. უი, გადასარევი ამ მძიმე ჟამს რო იმორის გზნობა შეგჭა, მაგრამ მაცივარში თუ არ არის, იცოდე რომ დაიკარგა. როგორ დაიკარგა კაცო? გუში ნახე კომოძეიდო. ლიკა, გუში ბებია შენიც იცინოდა, მაგრამ დღეს დავკარგეთ კარგი, რა ვქნა დღე. ბიჭო, შენ გუში ხვარდაგილებია. კაი, ნუ რა შუა შეჩემი სიმთვრალე ხა. რა ვიცი, სიმთვრალეში ხო კარგავენ ხოლმე გასაღებს და. მიყურე ხა თუ რა, ერთხელ და გიკარგავს თუ ორჯერ. აბა ვერ გავიგე საწაიგა ჩაჭამე. აი მე ნუ გზარს თუ ჭამაზე როგორ უნდა ფიქრობდე? კარგი ბატონო, წავალ მაშინ მე სახში და მოძებნეთ თქვენ თვითონ მარტავად. არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე. უცებ რომ ვიპოვო რა ვქნა მე. აი მე ნუ გზარ. ნო. შარშან რო დაგიტოვეთ მედანიკამ გასაღები გახსოვს? ზღვაზე რო წავედით ჩვენ დასასვენებლად. ხო. მახსოვს. გახსოვს? მე სად არის გასაღები? ვიტყოდი ახლა, მაგრამ მე დამიწყებს სულ ჭამაზე ფიქრობო და გუნდები ჯობია. აბა სად? ნუ გზარ, მალავ გასაღებს? მალავ ბიჭო. გას მეოლები არ წვენი, ვერ გავიგე, კაცო. რა თქმა მე თქვენი სახლის გასაღები. ისედაც ყოველთვის შემოვდივარ, როცა მინდა, ვერ გავიგე. ნუ გზარ. მაგასაღებს თუ არ მოიტან? ვერ შემოხვალ, ვერასდროს იცოდე. ლიკა. ნუ გზარ. ლიკა? ნიკა. მე გამოვაჩინოთ ეს გასაღები თუ რა მოხდის ეს სულზე ნაშ ხო ვიცი ახლა მე. კარგი. ხო, მოვძებ. კაი ბატონო, მიდით მაშინ თქვენ საძინებელში და მე მაცივარში მოვძებნი. იქნებ შემთხვევით ასე ინახეთ მაცივარში. რა? ხო, მე თქვენ თვის ამბობ, თუ რა კი არ მიხარია მაცივარში მისი ძებნა, კაცო. აუ, რა უნდა გავაკეთოთ? გასაღები რო ვერ ვიპოვოთ, კარს ვერ დავკეტავთ. მე იცოდე სახში არ დავრჩებ. ნიკა. მე დავრჩები სახში, ნიკა? კაროჩე, აი, კაროჩე. რა ჭირს ამას? რა ვიცი, მე აზნებულია თელი დღე დღეს კაცო ერჩობს. ხო, ბიჭო, ხო, თინა, საწყალი თინა. როგორ უყვარდი იცი? გიждდებოდა ჩემზე რა. აი, ყოველთვის მეუბნებოდა ხოლმე რომ ჩემ შვილიშვილს უკეთესი ქმარი შეეფერებოდა. მე როგორ უნდა ვიცოცხლო მაგის გარეშე არ შემიძლია. ხო, იუმორი რა თქმა უნდა ქონდა უმაგრესი. აბა ბიჭო, აბა, საწყალი როგორ უცებ ჩაგვიძაღელდა კაცი. როგორ გადავიტან, არა ვიცი. ხათაშორის რა მინდა იცი, გითხრა, გუშინ გაიელვა ცაზე.
საერთოდ ვერ ვიფიქრე ვერაფერი და თურმე მეხი გავარდნილა ბიჭო, მეხი გავარდნილა. მე არ ვიცი როგორ გადავიტან მაგას. კარგი ლევანი, კარგი, დამშვიდი მე დაგირიკა. ლევანიჩკა იყო, ტილის კვდება, აი არ ვიცი რა, არ ვიცი რა. კვდება. ნუ გზარი რო დავტავოთ? რა ვიცი ხა რამე საქმე არ ქონდეს მაგასაც რა. აი რა საქმე რა, მაცივარი გაავსე და ნებისმიერ საქმეს გადადებს. მიდი გააღე. მე არ შემიძლია მაგათი სახეების და ნიკა, მიდი გააღე. აი მე არ ვიცი, აი შენ მე ერთ ყველა დაიფარე, ყველა დაიფარე. აი მე ეს რა დაგვემართა. ეს რა დაგვემართა. ვიზიარებ. მონაწილე ვარ ჩემო საყვარლებო. გენაცვალე. კაი, ეხლა არ გინამდვინე. მობრძანე. თუ სადღა მოვბრძანდე? წავედით, ვაგვიანებთ. მე ვერ ვეტყვი შენ მხარე. მამა, აა, მე მოვდივარ მარტო, ეს ვერ მოდის. რატო? სახლის გასახები დაკარგა. აი და ვერ პოულობს, ხო? ვერა. ეგ თუ ისეთივე მონდომებით ეძებს გასაღებს როგორც სამსახურს. მაშინ იმედი არ ნაყოფს. რა პრობლემაა? მე უცებ გავიქცევი და ვიყიდი მე. ხო, მაგრამ ხა იმდენი ხარჯი გვაქვს რომ ფულის ის ვიფიქრი არა მიიყოს რა. მე ვიყიდი რა პრობლემაა? ხო, იყიდი, მაგრამ ეხლა რა ვიცი მე ხელოსანი როდის მოვაკაცრე. ინტერნეტში ვნახავ და გამოვიძახოთ. რა ვიცი, ხა მაინც მეზობლებია და ხმაური და რაღაცეები რა. არი ხმაურეს, მე გავავრთხილო. შენ რა გამიტრაკე კაცო საქმე, ჰა? ბებია შეისთვის მიგეხედა იქნება ეცოცხლა ცოტა ხან კიდე. ნიკა. ხო, კარგი, ეხლა წავიდე ჩვენ და თუ შეძლებს ჩამოვა მე. შენ გენაცვალე პატრიცემულო სიმამრო. თქვენ უნდა წახვიდეთ აბა ეხლა და მე ჩამოვა, იქნება რაღაცა დაგჭიდეთ რაღაც. ლიგა? დიახ. ლიგა. თვალია? ხო, მამა, დარძედალია, დეპრესიაში იყო. ესე ვიცი ხოლმე საერთოდ. მოდი. აჰა, შენ ასიგარი. ასია ხო? ხო, ასია. ხო და თუ შეძელი ჩამოდი. ხო, ეს საკეტიც გამომოწმევინე. აბა რა შევიზავთ, სოღარას. თქვენ გვერდით მიგულეთ რა. ასია. იმედია მაგფულით ქალებში არ წახვალ. აი რა, ესედაც დაგრუზული ვარ, რიკუნა რეებს მეუბნები რა. თოს რანაირად თოს დროს და მიაქვს. არ არის სიმღერა ეგ არა. აბა როგორ არის ეთი მითხარი? და გლოს რანაირად გლოს დროს ბებო მიაქვს დროს. შენ რა გითხარი? ბიჭო ისე თავიდან არ მოდიოდ და ახლა კი ხარ სიხარულისგან მე-9 წაზე. მოიცე კაცი ხა მე-9 წაზე თინაც მეყოფა თუ ჩემი ძმა ხარ რა. შენ ეს მითხარი ეთი რა. ეს ხაჭაპური რო წამოგიღია აქ ვერ გავიგე რა. დამკვლელები მოყავს თუ ქალები? დამკვლელები რა შუაშია ბიჭო შენ იცი ალეონა როგორ მაგიშებს ბიჭო ესე იგი ისე აი ხინკალივით მყრივი ის რა აქვს მკერდი და ტუჩები ბიჭო აი წვადივით გემრიელი ტუჩები აქვს. შენ რა გითხარი? შენ ბიჭო ქალი გინა თუ ქშია ეთი გამაგებული. ო კაი გამახსენე ორივე ზევა დამიაქვს. ისე ინტერნეტში რა, ინტერნეტში. შენი სულიერი სამყაროს ფოტოებს დებ, ხო ალბათ? რა ფოტოებზე ხვალ დაირი. ბიჭო, აბა ქალებს როგორ აბა შეგასიებულო, გამაკებინეთ. დავაი ახლა. ადარო. მოგეთ რომ მოვლენ ახლა ისინი. ხო, საძინებელში შევდივართ მე და ალიანა. მე რა ვქნა ბიჭო? ლახტი ეთამაშე ლუბას. რა უნდა ხა მე გასწავლო ყველაფერი ბიჭო. რა ვიცი. დაი დაიცაი ყველა შემთხვევისთვის. თავი დავიცვა რა დუეტ ბუძი. რაღაცინას ბიჭო ბები აყავს და არის. ბები არა ის, აი შენ რო არ მყავდე, შენ რა არ ვიცი, ჩემი პრიამოვი ძმა კაცი ხარ. ბიჭო ხო გეუნები რომ ჭირში და ხენში შენს გვერდით მიგუემეთქი. დღეს ორივე გაქვს და შენ თაბარ აგერჩვა. აზე. ბიჭო რაღაც ხმა ისმის მე მგონი მოვიდნენ რა. ხმა იქნება სასტუმროა და ის გვარი გქნა. ანასტი. არა, ისე მალე მოვლენ. რა? ვიღარით მე ცუნცულ. ცუნცულა არ დამიძახო რა. ცუნცულა არ დამიძახო, განსაკუთრებით ისინი რომ მოვლენ ცუნცულა არ დამიძახო, მოიცვა არ მივაცება რა ეს ცუნცულა. კარგი, გავიგე. და შენ საწამოქს და ცოტა ცოლიანი რო ვარ. არის ის ალიონამ. ერთი ცოლი ვერ დაუმალია ხალხს, ერთი ცოლი. სამს როგორ მალავ ბიჭო, ა? რომ მოვლენ ახლა. მომისმინე მე როგორ საუბრობ და მივხვდები ყველაფერს. ბავშვო. დორჟვან
რასპუტინოვიჩ კაზანოვა. ვეღარ ვითმენ რა, ვეღარ ვითმენ. ვაი და რაქცეს და ბიჭო საერთოდ მოვლენ ეკი. ოკაი რა ნუ ნერვიულობ გითხარი 9-ჯერ მოვლენ მეთქი ვა. მე ნერვიულობ. აი რამა ნერვიულობს, რამე თქობა ნერვიულობს. საერთოდ არ ნერვიულობ. არა საერთოდ. დიდი ეხა თუ არ მოვლენ გადაგვაგდებენ და ეგ არის რა. უბრალოდ ლიკუნასთან გამომივათ ყუილის თქმა და საერთოდ თვალებში ვეღარ შევხედავ ძმაო რა. და თუ დამეძინა სუთინა დამესიზრება ბები ამისი რა. დარეკე თუ ძმა ხარ ამომხდა სული აღარ შემიძლია გოდნით რა. მიდი დარეკ. აი. მოვიდნენ მე. აი. ვა, შემოგევლო. რა. მარტოა ბიჭო. ტანო ტატანო გუნცანტანო უცხოდ მარებო. მოიცაკაცე პორტოხალა ხასუთა. ჩოლონგო შენ პორტოხალა კერა ლიმონა. ვახელა ლიმონი არ მინახია რა. სალამი ლიმონადა კერა და ალიონა როგორ ახარ ჩემო საყვარელო სადამე კარგი რამდენი ხანია. ბატონო. ზაი მოდი შენ ახიდა ბიჭო ჩემ კასკე რა თუ რა კიდე. რა ქიზეთი. რაც აბა ჩემთან დიდი საჭმელი აქვს დაგემოვნებული ერთხელ მეც დავიგემოვნებ. ხა დავაი იმას შენ კას მიხედე შენ. კაი ბიჭო ერთი თხილის გული 9 წამ გაიყო არ გაგიგია. შენ არ გეტყვი ეხო დედა ჩემს 9-ჯერ რო არ უნდა მშობიარობა მე გამაჩინა პირდაპირ მე გაიგე რა დაზახი შენ ხარ ზეგმე რა ხუმარა ხარ რატომ დაიგვიანე ჩემო სინიმაზო იცი ჩემი ქმრის ბებია გარდაიცვალა სოფელში და სანამ არ წავიდა ჩემი ქმარი ვერ წამოვედი ეხლა მე სოფელში რა მინდოდა რა მინდა რომ კითხო იცი აი მიზეზი რა უთხარი რატო ვერ მოვდივარ ვითომ გასაგები დავკარგი და სახს მარტო ხوار დავთავებდი ბედმა შეგვახედრა მე მგონი ერთონის ბიჭო და ეგ არის ბედმა კი არა ბებია გორი ახლა იქიდან ილოცებიან ორივე ვერ გავიგე თითე რომელს გდაეგუპა ბებია მეუღლის ბებია შენი მეუღლის ხო აბა ნუგზარის ძოლის ბებია საერთოდ ხო ამას ბებიები ადრე გარდაეცვალა ორივე და თუ ბები არ ეყოლებოდა ცოლები აშუაში იყო მაგიტომ გითხარი ესე ყოხტად აბა ჯემოსიხარულო ჭამე ჩემი ეზოს ხაჭაპურია რო იცოდა ჩამ ნუგო შევჭამ ჭამე თორე შეგჭამე არ ხუმრობს რო იცოდეს არა მომძადით მოდი ბიჭე მოვიდა ბიჭო ალუბა ჩემო საყვარელო დავბრძანდი გაგეუბნებოდი მოამეთქი რომ ნერვიულობდი და განისტიდი შესაძლოა მე ნერვიულობდი ბიჭო მე აი რა გითხრა ისე ჩემზე გაწონასწორებული ადამიანი ვაფშე სოფლიოში არ არსებობს რა სოფლიოში არ არსებობს რა ვაიმე ლიკარე გავს ჩემი ცოლი რეკავს ვაიმე ის თქვენი ხმა არ გავიგო იცი მე მაგას არ ცხოვრობ ჩასიძებული ვარ და ვაიმე შეიძლება რა საკითხი რომ გავიგო რა უნდა ეგიცუთი დაწყნადით ხმა არ გავიგო თქვენი ხო ჩემო საყვარელო ხო კარგად არა მიშოს ხო 100 კილოიან ნუგზარს თუ არ ჩავთვლით მარტო ვარ ხო არაკაცო რა გოგოები ის არის ტელევიზორი მაქვს ჩართული და მართალი ხარ აბა რა გლოვიარეკას ტელევიზორი რა თუნდა როგორ მიყვარ ხარ რო იცოდე რას ნიშნავს კაცო თვილად გელაპარაკები კაი წავედი ხო აბა შენ იცი ხო ჩემო ძირფასო შე ну как ты дорогая моя люба კარგად მოზავატო а ты как ат მივთი რა რამე წამე და ძალიან გთხოვ რა Понятно. Соли река. ლიკაბილიკავს გაჩუმდი ხა ხმა არა მოიხოს დაგხოცავთ ორივეს ხო ჩემო საყვარელო სახში ვარ ხო გასაღები ნუ გზარის ქონია ეხლა დაგალაპარაკებ ჩემი თუ აგჯერა მოიცა აგერ არის პიტი დიმიტრი ხო მე მქონია იმაში ტელეპიჯაკი რომ აქვს იმის ჯიბეში მაგრამ ფიქრ შენ ის ბიჯაკი არ გეცოდინება იმიტომ რომ იმას ჭამის დროს არ ვიცნობ ხო მარტო ანახიდებზე მაცვლა
ხო გამოვედით ახლა ჩავკეთეთ კარები და გამოვედით გარეთ სუფთა ჰაერზე გამოვედით სიგარეტს ვეწევით არა ნიკა არ ეწევა კაცო მე ვეწევი ხო აბა ვიღაცა ხონდა მოწიოს არ ინერვიულო ყველაფერი კარგად ხო კარგი ნიკა კარგი ნიკა კარგი ხო რაიყო რაო და რას უდგეხართო ახლა საქმეს მიხედეთო ხო ჩემო საყარელა ხო და ჩემო ალიანა ხო გეუბნებოდი რომ ისა შეცვალე სახში ოთახების განლაგება მეთქი წამოდი ხო და დაგათვალიერებინებ ოთახებს ხო საძინებელს გაჩვენებ და თუ არ მოგეწონება მე მუშებს მივანგრმობანგრინებ ეხლა დღეს თუ დაგვიგდიო მაინდა-მაინც ამოთახს და მე რაც ჩემო საყარელა ძემ 18 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. მე რაღაცა უტვინო ბავშვი ვიყავი. 2 წელიწადში გავშორდი. საშინელი კაცი იყო ჩემი ქმარი. სულ სვამდა. ქალად არ მაგდებდა. საყვარლები ყავდა. რაღაცა თავი მოგაბეზრე ხო ჩემი ისტორიებით. რა ბრძანეთ? აი მე თავი მოგაბეზრე მეთქი ჩემი ისტორიებით. არა, როგორ გეკადრებათ. პირიქით ძალიან გამიხარდა იქ გული რო გადამიშალეთ. იმედი მაქვს ფეხებსაც ასე მონდომებით იმული. გენერატი ხარ. იდიოტ. რატომ დაიგვიანეთ? აი მე სპეციალურად მოვედი გვიან, რომ გასიებულთან არ მომიწიოს მე. იცი რა. გინდა რა მივითამაშოთ? აი მიკი. შაშკი თუ ნარდი? აი მე რა. გეხმურე. აი რაღაც იცი საინტერესო ტიპი ხარ. აი. დაგინახე თუ არა, ეგრევე მიმიზიდე. შენ ხარ პლუსი, მე მინუსი და ერთმანეთს დადებითად მოხტავთ. მართლა მაგარია, იცით, აი ელექტრიკთან არასდროს არ ყოფილა. ეს ხათაშორის თქვენს ძალიან ლამაზი ხართ. დიახ. დიდი მადლობა. მშვენიერი. მადლობთ. რამე ფილმს ხო არ უყურავთ? აი მე ეროტიულს. ეროტიული თუ გნებავთ, გავიდეთ გვერდით მე არა. მაგას მირჩევნე რამე თურქულს უყურო. ხოჭა თურქულ სერიალებს უყურებ? აი მე არა. რა სულია? შენ უყურე? არა, რა თურქული სერიალები კაცო. დაიფიცე? ემი მენდერი. ლუბა ხანუმ. აბი ბენიმ ჰის. გამოუდავნელობებით არის სავსე ცხოვრება. რატომ? რა, ჩიკაძე დილას ცოლთან მეძინა შუა დღეს ნაშასთან, ეხლა ფაშასთან. აი დედა რა გავაკეთე. მეძინება. ბიჭო, ხო არ ხრინავ შენ, რა? ისე რა. იქით გადაბრუნდით, ჩემი ძმა ხარ არ გადაგწდე უცებ. ბიჭო, სახში რა თქვი? რა თქვი, რას ვიტყოდი? თქვი რომ ლიკაზბების პანაშვიძე მედივარ, რას ვიტყოდი? ხო და მიდი ხარ და ჭირის სხვა წყალი მოუტანი. აუ ვიხრან ახლა იცოდე. კაი ვორჩი. მაცალე მეძინება. იმედია იკაჟა გოიკევა თავზე. ეს რატომ? აუ ეხა იმას უხსენი რომ არ მღალატო შენთან. ისი ამ კვირას გადაგვარჩინა ლიკაზბებიო და მომავალ კვირას რა უნდა მითხარი? და ლიკა მიცის რომ ერთ ბები არ ყავს. რა იცი ბიჭო, მე მგონი არა. ხოდა ჯობია მე მაგას თუ კიდე ორივეს მოკლა ერთად რომ დამაჯერებელი იყოს. ხო ლიკა. მოგენაცვალ, ხო. რაღაც უნდა გითხრა. მოკლედ გიღალატე რა. ნუ გზართან. ხო, რაღაც დამალევინა, გამაბრუა, ოქროს კოშკები ამიგო და მეც რა ვქნა კლას, დავნებდი, რა გავეკეთებინა. ხო? წევართ ახლა ერთად. რა ვის და გოგო, რას გელაპარაკები, რა ჩი შენ?
გეუნები ხო? ჩემი მიყვარს. აბა, ჩემი მეთქი გეუნები. რა ხრინას კაცო ნუგზარია კაცები ნაშარა ეს. კაი, სანამ ამან ეხა ჩაახვია ბოლომდე მე ვაფშე ვერ დავეძინებ, წავედი რა. ხო, კაი, კოცი, კაი. ალიონა მაგაცოწოლე. მოიცა გონი. კაი, რა მოგივიდა გიღადავები რა ალიონა კაცო, ის არის კაცო, თუმსარია კაცეთი აქცეს. ბიჭო, გაიღვიძე რა. ლუბა, არ ვიცი ალბათ ნიკასთანაა. რიკა, რა მოგივიდა რა აქჩის კაცო, რა ლუბა. ნუგზარია მეთქი ლუბას სპეციალს ვიცნობ მარტო. გიგი ხარ შენ, კარგი რა გაჩერდი და. ბიჭო, გაიღვიძე, დაელაპარაკე, დამიგრე ოჯახი. ენა, ალიონა. რიკა, გეხვეწები რა ალიონა. ალო. თუ არ მიგაწიო თინას რო გაახერ, ხვალ თვალებს მაგასაც ნახავ შენ რა. რა მინდოდა კაცო საერთოდ რა.